ტრამპმა ირანი პანიკაში ჩააგდო ღამით, როდესაც თეირანი ისეთი პოლიტიკური ზეწოლის წინაშე დააყენა, რასაც რეჟიმი არ ელოდა. ამ შაბათს 2026 წლის 9 მაისს ჰორმუზის სრუტეში კრიზისმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან თეთრმა სახმა ირანის შანტითხად მალის საკითხად მიიჩნია. ირანი ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ მშვიდად იყო, მაგრამ თეირანიდან მომავალი ნიშნები საპირისპიროს აჩვენებს. იმ დროს, როცა ნეთანიაჰუ და არაბი ლიდერები ტრამპს უერთდებიან, რათა გიჟური ზეწოლა მოახდინონ ირანის სისხლიან ისლამურ რევოლუციურ გვარდიაზე, რომელიც ირანს აკონტროლებს. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში მირებული ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვესი. ტრამპის ქმედება მხოლოდ სამხედრო არ იყო, ეს პოლიტიკური ნაბიჯიც იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანი ფართო ზეწოლის ცენტრში მოაქცია, რომელშიც ამერიკის საზღვაო ძალები იყო ჩართული. ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეები, ენერგიაზე შეშფოთებული ქვეყნები და დიპლომატები, რომლებიც უკვე მოითხოვენ ჰორმუზის გახსნის გზას. ირანის რეჟიმი პროვოკატორიდან ანგარიშვალდებულ მხარედ გადაიქცა. რეგიონული მოკავშირეებიც ჩაერთნენ ამ თამაში. ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნები. ისინი ირანს ალყაში აქცევენ, რადგან იციან, რომ თეირანი იყენებს მილიციებს, ნავთობს, რაკეტებს და საზღვაო მარშრუტებს დაშინების იარაღად. ამ მოკავშირეებისთვის ახლა მკაცრი მოქმედების დროა. მათთვის ხოქმანი ირანის რეჟიმისთვის ჯილდოა. ამიტომაც მოითხოვენ, რომ ვაშინგტონმა ირანი ალყაში ყავდეს, სანამ ის რეალურ პირობებს არ დათანხმდება. 12 არხის ცნობებით შეფასებულია, რომ ამ სექტორზე თავდასხმა თეირანი შეიძლება მიიყვანოს მოლაპარაკებამდე სუსტი პოზიციიდან. ეს ტრამპს არ ასუსტებს. პირიქით, ეს აჩვენებს, რომ რეგიონი აცნობიერებს. ირანის რეჟიმი მხოლოდ მაშინ იხევს უკან, როცა კონკრეტულ ფასს ხედავს. ისრაელი ყურადღებას ამახვილებს რაკეტებზე, მილიციებზე და ბირთვულ საფრთხეზე. სპარსეთის ყურის ქვეყნები ყურადღებას ამახვილებენ პორტებზე, ბაზებზე, ნავთობზე, დაზღვევასა და სტაბილურობაზე. შედეგად ჩნდება პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც სამხედრო გათვლებს უერთდება. ირანი მხოლოდ ვაშინგტონს არ უპირისპირდება, ის უპირისპირდება რეგიონს, რომელიც მისი დაშინებით დაიღალა. მოკავშირეების ეს ზეწოლა ფაქტობრივად აძლიერებს ტრამპს. ეს აჩვენებს, რომ რეგიონი ირანის პროპაგანდას არ იჯერებს. ეს აჩვენებს, რომ საფრთხესთან ახლოს მყოფ ქვეყნებს სურთ, რომ პასუხს შეერთებულმა შტატებმა უხელმძღვანელოს. და ეს აჩვენებს, რომ თეირანმა დაკარგა შესაძლებლობა თავი იზოლირებულ მსხვერპლად წარმოაჩინოს. როდესაც ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე დედაქალაქი ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრ პოზიციას იცავს, რეჟიმის რიტორიკა მის საზღვრებს გარეთ ძალას კარგავს. ირანმა სცადა ამ ღამის გამოყენება, თუმცა ამან ასევე გამოავლინა პრობლემებით გარშემორტყმული რეჟიმი. ბლოკადა მძიმე ტვირთია, ამერიკული წინადადება მძიმეა, მოკავშირეების მოთხოვნები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკარგვის შიში კიდევ უფრო მძიმეა. თეირანი იცის, რომ თუ ესკალაციას გააგრძელებს, შეიძლება საფრთხე შეუქმნას პორტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, სანაპირო ბაზებს და თავად იმ სტრუქტურას, რომელიც მის საომარ ეკონომიკას ამაგრებს. ამიტომ ირანის განცხადებები უფრო აგრესიული ხდება, არა იმიტომ, რომ რეჟიმი თავს კომფორტულად გრძნობს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ბაზასთან კონტროლის იმიტაცია სჭირდება. ეს არის მთავარი განსხვავება. დონალდ ტრამპს არ ჭირდება ყოველწუთს გამოჩენა, რომ ძალა აჩვენოს. ასეთი მასშტაბის კრიზისში პოლიტიკური ძალა ისიც არის, რომ მოწინააღმდეგეს ზეწოლის ქვეშ პასუხისგაცემა მოუწიოს. სანამ თეირანი ცდილობს ეფექტური განცხადებების გაკეთებას, ვაშინგტონი შედეგს ითხოვს. ირანი ცდილობდა დონალდ ტრამპი კუთხეში მოექცია, მაგრამ საბოლოოდ თავად მოუწია მსოფლიოსთვის ახსნა, რატომ აყენებს გლობალურ ვაჭრობას საფრთხის ქვეშ. ამბობს, რომ პატივისცემას ითხოვს, მაგრამ კომერციულ გემებს ემუქრება. ამბობს, რომ შეერთებული შტატების არეშინია, მაგრამ ვაშინგტონი, როცა ბლოკადას ამკაცრებს, სულ უფრო ნერვიული განცხადებებით პასუხობს. ეს ქცევა პოლიტიკურად ტრამპს ეხმარება, რადგან მას საშუალებას აძლევს ირანი კრიზისის დესტაბილიზებელ ძალად წარმოადგინოს. ეს იყო ის მახე, რომელიც თეთრმა სახმა დადო. თეირანს კარგი გამოსავლები თითქმის აღარ უტოვებს. ირანის რეჟიმისთვის შიდა ზეწოლაც მძიმეა. ირანის მოსახლეობა უკვე ცხოვრობს ინფლაციასთან, ეკონომიკურ გაჭირვებასთან, რეპრესიებთან და მომავლისადმი უნდობლობასთან ერთად. გრძელვადიანი კრიზისის ზღვაში შეიძლება ოფიციალურმა პროპაგანდამ წინააღმდეგობად გაყიდოს, მაგრამ ხალხის ჯიბეში ეს გადაიქცევა მაღალ ფასებად, დეფიციტად, შიშად და იზოლაციად.
თეირანის ლიდერებისთვის შიდა ნარატივის კონტროლის დაკარგვა ისეთივე საშიშია, როგორც სპარსეთის ყურეში პოზიციების დაკარგვა. ომანიდან ჩანს, რომ სწორედ ამიტომ სჭირდება რეჟიმს მკაცრი ტონი. ის ცდილობს დაარწმუნოს ირანელები, რომ იმარჯვებს, მაშინ როცა გარე ზეწოლა ძლიერდება. დონალდ ტრამპი სწორედ ამ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ წერტილზე მუშაობს. მან იცის, რომ ავტორიტარული რეჟიმები გარეგნობაზე არიან დამოკიდებული, როცა ძლიერად გამოიყურებიან, ცდილობენ დაშინებას. როცა მათზე ზეწოლას ახდენენ, ტონს ამაღლებენ, რათა თავდაუჯერებლობა დამალონ. თეთრი სახლი ამ კრიზისს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ ირანი ყველაფერს ვერ აკონტროლებს. არ აკონტროლებს, სრულად ვერ აკონტროლებს ჰორმუზს, ვერ აკონტროლებს მოკავშირეების რეაქციას, ვერ აკონტროლებს ბაზრებს, ვერ აკონტროლებს უშიშროების საბჭოს და ვერ აკონტროლებს მოლაპარაკების დროს. ისტორია გვიჩვენებს, რომ რეჟიმები, რომლებიც სტრატეგიულ მარშრუტებს შანტაჟისთვის იყენებენ, საბოლოოდ აერთიანებენ კოალიციებს საკუთარ წინააღმდეგ. კუბის რაკეტების კრიზისის დროს 1962 წელს. შეერთებულ შტატებს არ დასჭიროებია კუბაში შეჭრა თავიდანვე, რათა საბჭოთა კავშირი დაეხიათ უკან. ვაშინგტონმა გამოიყენა საზღვაო ბლოკადა, დიპლომატიური ზეწოლა და ესკალაციის კონტროლი, რათა მოსკოვს დაეთვალა, რა ფასად დაუჯდებოდა წინსვლის გაგრძელება. ისტორიული მაგალითი ძლიერია, რადგან აჩვენებს, რომ კრიზისის დროს, ვინც პოლიტიკურ ტემპს აკონტროლებს, შეუძლია გაიმარჯვოს ისე, რომ ყოველი ნაბიჯი სანახაობად არ აქციოს. კენედიმ საბჭოთა კავშირი არჩევანის წინაშე დააყენა, ახლა ტრამპი ცდილობს თეირანი იგივე მდგომარეობაში ჩააყენოს. ან უკან დაიხელს შანტაჟიდან, ან გადაიხდის ფასს, რომ დაუპირისპირდეს ძალას, რომელიც ზღვის, დიპლომატიისა და ეკონომიკური ზეწოლის ოსტატია. სხვა ქვეყნებმაც ისწავლეს, რომ სავაჭრო მარშრუტების დამუქრება შეიძლება პოლიტიკურ კატასტროფად იქცეს. წითელ ზღვაში ჰოლცების თავდასხმებმა სავაჭრო გემებზე გამოიწვია გემების გადამისამართება, ხარჯების ზრდა და საერთაშორისო რეაქცია. შედეგი ნათელი იყო, რეგიონულმა ჯგუფმა სცადა ძლიერად გამოჩენილიყო საზღვაო ვაჭრობაზე თავდასხმით, მაგრამ საბოლოოდ სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ყურადღება მიიპყრო საკუთარ თავზე. ირანის შემთხვევაში რისკი უფრო დიდია, რადგან ჰორმუზის სრუტე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე. ამიტომ ირანზე ზეწოლა სწრაფად იზრდება. ეხლა რაც მოხდება დამოკიდებულია თეირანის პასუხზე. თუ ის შეეცდება მოკავშირეების და მილიციების გამოყენებას კრიზისის გასაფართოებლად, რისკავს, რომ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგოს. ირანს სურდა, რომ ღამე მეჩვენებინა იზოლირებული ტრამპი. ღამემ სხვა რამ აჩვენა, თეირანი აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ, რეგიონული მოკავშირეების სიმტკიცეს ითხოვენ და შეერთებული შტატები კრიზისს დაპირისპირებად აქცევს. პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც ირანის რეჟიმი ვერ აკონტროლებს. ტრამპი ირანს პანიკაში აგდებს, რადგან კრიზისი თეირანისთვის სასურველი არენიდან გამოიყვანა. რეჟიმს უყვარს არეულობა, მუქარა და პროპაგანდა. ვაშინგტონმა დაპირისპირება ორგანიზებული ზეწოლის არენაზე გადაიტანა. ბლოკადა, დიპლომატია, მოკავშირეები, ენერგეტიკა, მოლაპარაკება და ეკონომიკური ხარჯი. ეს არის პოლიტიკური უკანდახევა იმ რეჟიმის, რომელმაც სცადა ჰორმუზის იარაღად გამოყენება და ახლა გამოსავლის პოვნა სჭირდება, სანამ თავად შანტაჟი თეირანს არ შემოუბრუნდება. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.